თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა. თავის ქალების შეგროვება კი მასიურად 1965 წლიდან დაიწყო. დღეს აქ 3000-მდე თავის ქალა ინახება. ისინი იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობდნენ. აქ ისტორიები ადრე ბრინჯაოს ხანით იწყება და თანამედროვე ეპოქით სრულდება. დღეს ჩვენი მეგზური ანთროპოლოგი და ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლია ბითაძია. თავის ქალა გვაძლევს ინფორმაციას, როგორი ტიპის მოსახლეობა ცხოვრობდა იმ დროს. თავის ქალა იმაზეც მოგვითხრობს, თუ როგორ იცვლებოდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში, როგორ ცხოვრობდნენ, როგორი ტრადიციები ჰქონდათ და რა დაავადებებს ებრძოდნენ. აი აქ არის ეს კბილები ციცოცხლეში ქონდა ამოღებულია, მაგრამ აი ეს კბილი, აი შიგნით გაშავებულია, ჩამოტეხილია და ეს კარიესი ქონდა. შეიძლება ცუდად იკვებებოდა, შეიძლება იყო ან ინფექციები და სათანადოდ ვერული და კბილის ღრუსყი. მაგალითად, თვალბუდეებში შეიძლება იყოს კრიბრა არბიტალია, ანუ ჰიპეროსტოზი თვალბუდის დაცხრილვა. ეს ნიშნავს ანემიას, ეს განვითარებულ შუა საუკუნეებში უფრო მეტია ჰიპეროსტოზები, ეს იმას ნიშნავს აი დაავადებებს, ანთებითი პროცესებს და შემდეგ, რადგან უკვე დიდი ქალაქები იყო, მოსახლეობა ძალიან გამრავლდა და არამე ინფექციები უფრო მეტად გადაედებოდა. დაავადებების გარდა თავის ქალა საინტერესო და უცნაურ ტრადიციებსაც ინახავს. აქ ნახავთ არაერთი ინდივიდის თავის ჩონჩხს ხელოვნური დეფორმაციით. ხელოვნური დეფორმაციას დედა უკეთებდა ბავშვს დაბადებიდან დაახლოებით 3-4 წლამდე. ესე წაკრული ჰქონდათ თავის ქალას გარშემო და ეს ადგილი უკვე გრძელდებოდა. ეს ფორმა ვთქვათ როგორ მიიღწეოდა შუბლის არედან კეფის მიდამოში, ანუ ესე იყო გადახვეული და ხდებოდა ამ ნაწილის წაგრძელება. ჩვენ სხვადასხვა პერიოდებში გვაქვს აღმოჩენილი ეს დეფორმირებული თავის ქალები, მაგრამ ეს არ იყო ასე ვთქვათ იძულება, ანუ მოსახლეობის ყველა წევრი ასე ვთქვათ არ იკეთებდა, გარკვეული ნაწილი მისდევდა ამ მოდას, ანუ ეს დეფორმაცია შეგვიძლია შევადაროთ ტატუს, შეგვიძლია შევადაროთ აი დღეს აფრიკის ტომებში კისერს რო იგრძელებენ, უბრალოდ რაღაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ეს მოწონს და მათი რაღაცა სილამაზის აღქმასთან არის დაკავშირებული. ანთროპოლოგი ნინო თავართქილაძე გახრეტილ თავის ქალებსაც გვაჩვენებს. ეს არა ტრავმის, არამედ ოპერაციის შედეგია. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში თავის ქალაზე ოპერაციებს მეორე საუკუნიდან ატარებდნენ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიის, რომელიც ამ საცავშია. ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში თავდაპირველად მხოლოდ თავის ქალა ინახებოდა. 2000 წლიდან კი მთლიანი ჩონჩხის შენახვაც დაიწყეს. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნაწილები ლაბორატორიაში მიაქვთ და მის აწყობას იწყებენ. ვალაგებთ, როგორც უნდა იწვეს ადამიანი ესეთ. სამარხში ნაპოვნი ნეშტები ხშირ შემთხვევაში არასრულია. ყველა ძვალი მნიშვნელოვანია, თუმცა არის უფრო დიდი ინფორმაციის მატარებელი ნაწილებიც. ესენი არის ყურის ცულები, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ, საჭირო აღმოჩენა, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე დნმ-ის ანალიზი ზუსტად ყურის ცულიდან კეთდება. კბილებით საკმაოდ ბევრი რაღაცის დადგენა შეიძლება, აქედანაც ხდება დნმ-ის აღება. ძველი დნმ-ის ანალიზი რთული პროცესია. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება და საშუალოდ პასუხის მიღებას 2 წელი სჭირდება. მისი საშუალებით ინდივიდის წარმომავლობა და გადატანილი დაავადებების დადგენა ხდება. ჩვენ შემთხვევაში რამოდენიმე მასალა რო გავგზავნეთ, აღმოჩნდა შავი ჭირის შემთხვევები საქართველოში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიგებთ პანდემიის გავრცელებას. ძვლების თანმიმდევრობით დალაგების შემდეგ სიკვდილის შემდგომი დაზიანების აღდგენა, ანუ მათი შეწებება უნდა მოხდეს. შემდეგ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით სქეს, ასაკს, სიმაღლეს, დაავადებებსა და ძვალზე არსებულ პათოლოგიებს ვიზუალური დათვალიერებით ადგენენ. საბოლოოდ კი ყველა ნეშტს საკუთარი ნომერი მიენიჭება და ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში დაიდებს ბინას.